წინვალე დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენს მაყურებელს და უბრალოდ სიტყვებით ვერ გეტყვით კადრში გაჩვენებთ რა ხდება ამ წუთებში ბათუმში საპორტო სასამართლოს და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ადამიანები საქართველოს ევროკავშირის დროშებით და სანთელებით არიან მოსულები და თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ როგორი განწყობა აქვს მათ ხორუმს ასრულებენ ამ წუთას ოღონდ მინდა გითხრათ რომ ეს არ არიან პროფესიონალი მოცეკვავები ეს არიან აქციის მონაწილეები ის ადამიანები რომლებიც 41 დღეა ზუსტად ქუჩაში დგანან ამ ნებისმიერი ამინდის მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად და ახლა ხედავს ჩვენი მაყურებელი კადრში ამ სანახაობას საქართველოს და ევროკავშირის დროშებით იწყებენ ხორუმის შესრულებას მე რამდენიმე წუთით განახებთ ამ კადრებს გაჩვენებთ უფრო ახლოდან ხოლო ოპერატორთან წამომყვეს და შემდეგ გავესაუბროთ აქციის მონაწილეებს რომ ძალიან ამაღელვებელი სანახაობის მონსტრე იქნება ჩვენი მაყურებელი კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა ნახოს ჩვენმა მაყურებელმა ჩვენს მედროშეებს ხედავთ პირდაპირ ეთერში ამა ორ ადამიანს 41 დღეა ეს დროშები არ დაუწევიათ და სულ ესე აფრიალებენ დადიან ყოველთვის ყველა აქციაზე და ამ ახალგაზრდებს რომელსაც კადრში ხედავთ აქ არიან პროფესორ მასწავლებლები ბესეუ სტუდენტები ძალიან ბევრი ადამიანია ირგვლივ რომლებიც არ იღლებიან და რომლებსაც ეხლა ჩვენი მაყურებელი ხედავს პირდაპირ ეთერში ქართული ცეკვით, სიმღერებით, სანთლებით და დროშებით ეს ადამიანები ინგა 41 დღეა ზუსტად ვიტყვი ყველას ეუბნებიან რომ ვერავის ვერ შეაშინებენ თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ის 10 დღე როდესაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიწყეს გაფუძნები სწორედ ეს სტუდენტებია ეხლა პირდაპირ ეთერში აი ეს ახალგაზრდები რომელსაც ჩვენი მაყურებელი ხედავს ხორუმის ცეკვით არიან ისინი ვინც საპროტესტო მუხტი შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ დაიწყო ბათუმში უნივერსიტეტში და მას შემდეგ არ განებებულან და რომ არ განებდებიან ამას ეს კადრებიც ხატყობს ახლა აქ ვითარება როგორც ხედავთ ამ ადამიანებს რომ არაფერი და ვერავინ ვერ დაღლის ამას მგონი ეს კადრებიც კარგად მოწმობს როგორც გითხარით ძალიან ბევრი ადამიანია აქ მოსული მათ შორის მე ვხედავ აქ ზვიად ცეცხლაძის სინდისის პატიმრის მშობლებს საპროტესტო აქციაზე და მათ პოზიციასაც გავიგეთ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ პირველ რიგში გილოცავთ შობის წინვალე დღესასწაულს და მადლობა ისეთი შვილის აღზრდისთვის რომელიც თქვენ ყავთ სამწუხაროდ მას მოუწია ეს პერიოდი ციხეში გაეტარებინა. რა იქნება თქვენი სათქმე და მე ზუსტად ვიცი რომ ეხლა ზვიადი პირდაპირ ეთერს უყურებს და პირველის და რას ეთყოდით მას როგორც მშობელი? პირველ რიგში მას და ყველა პოლიტპატიმარს ულოცავ შობა ახალ წელს ბედობას და ყველა დღესასწაულს ერთად. უსურვებდი თავისუფლებაში ყოფნას, განთავისუფლებას და მთელი ენერგიით სამშობლოს სამსახურში ჩადგომას როგორც ადრე იბრძოდნენ. ამავდროულად მინდა ვუთხრა რომ მედგრად იყვნენ როგორც აქამდე ჯანმრთელობას მიხედონ, საკუთარ თავს მიხედონ და მაქსიმალურად შეინარჩუნონ ძალა და ენერგია რომ დადგება დრო როცა
ეს ადამიანები ყველა ჯანმრთელი სალამათი და უუნებელი დაგჭირდება გარეთ საზოგადოებაში, რომ ისევ წარუძღვენ ეროვნულ მოძრაობას და ჩვენი ქვეყანა მიიყვანონ ევროკავშირამდე, რაც ყველა ნორმალური ქართველის უმთავრესი მიზანი და ოცნება. მოკლედ, წარმატებებს ვუსურვებ, თავს მიხედონ, ჯანმრთელად იყვნენ და მოტივირებული იყვნენ იმისათვის, რომ აქ დიდი მხარდაჭერა აქვს გარეთ მათ, მუხტი არ ეცემა 51 დღეა, რაღაც საკრალური რიც ქვია თუ ციფრია დღეს 41, მაგრამ ხვალ 42 იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შემდგომი დღე კიდევ უფრო მეტი მატება იქნება ადამიანების გარეთ და ჩვენ გარედან ისინი ციხიდან შევძლებთ ამ ქვეყნის მომავლის გამოჭედვას, ასე რომ იტყვიან. სხვა მხრივ ოჯახში კარგად ვართ, ვიცი რომ ყველა პოლიტპატიმრის ოჯახები ყველანი ძალიან მაგრად კარგად არიან და თვითონ ბავშვებმაც და თვითონ ახალგაზრდებმაც იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ და ეს მოსალოდნელი რო იყო მათთვის და არ გაკვირვებიათ, არ შეშინებიათ, არ დამფრთხალა, შესაბამისად მედგრად არიან და ვუსურებ ბოლომდე მედგრად ყოფნას. დიდი მადლობა. ქალბატონ ნარგიზის ჩვენთან ერთად არის ზვიადის დედა და ძალიან მართლა მედგრად დგას. მე მახსოვს, როდესაც ზვიადი დააკავეს, პირველი თქვენი ემოცია და ცრემლები, თუმცა პირველი რაც იყო თქვენი კომენტარი, რომ უნდა გამხნევდეს და კი ნამდვილად საამაყოშვილის დედა ხართ. რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი თქვენი შვილისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც 51 დღეა ქუჩაში დგას? ჩემ შვილისთვის მთავარი სათქმელი ის იქნება ჯერ ულოცავ შობას, ახალწელს, ზვიადს და ზვიადს პოლიტპატიმრებს და სრულიად საქართველოს მშვიდობა და ხნეობა ჩვენ. ყველაფერი კარგად იქნება, ამაში ეჭვიც არ მეპარება, ცოტა დაგვრჩა. სულ ცოტა. ცოტა დაგვრჩა ნამდვილად. ინგა, ესეთი სიტუაცია ახლა აქ მთავრობის სახლის და საკონცერტო სამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხედავთ ადამიანებს და ჩვენი მაყურებელი უყურებდა სულ რამდენიმე წუთის წინ კადრებს, როგორი შემართებით არიან ეს ადამიანები 51 დღე ქუჩაში, თუმცა როგორც ისმენით იქნება 42-ს და იქნება ყველა ის დღე, მანამ სანამ ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არის მნიშვნელოვანი, არ დანიშნავს ხელახლა არჩევნებს და არ გაათავისუფლებს იმ პოლიტპატიმრებს, რომლებსაც შობა ახალი წლის გატარება ციხეში მოუწია, მათ მშობლებსაც ის მათ კომენტარსაც ისმენდა ჩვენი მაყურებელი ეთერში და ყველაფერი კარგად იქნება. ესეთია ამ ადამიანების განწყობა, რომლებიც არ იღლებიან და არ დაიღლებიან.